არაღიარება ქართული ოცნების მთავარი პრობლემა. არალეგიტიმური დე-ფაქტო ხელისუფლება პატიმრობით ემუქრება ყველას, ვინც მას არ აღიარებს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვთ, რომელიც 3 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მეტსაც. პატიმრობა შემოაქვთ აღქმების გამოც კი. მაგალითად, კანონში წერენ ასეთ წინადადებას. ისჯება ქმედება მიმართული კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის აღქმის დამკვიდრებისკენ. ამ ახალი აბსურდის შესახებ ცნობილი გახდა გრანტების კანონში შესატანი რეპრესიული ცვლილებების განხილვის დროს. ჩვენი ჟურნალისტი ნინო ბალანჩივაძე შემოგვერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ნინი, რა დროში აპირებს ქართული ოცნება ცვლილებების ეგრეთ წოდებულ კანონად გადაქცევას? ოცნების პარლამენტი მორიგ საკანონმდებლო ინიციატივებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შემდეგ უკვე ზეგ სესიაზე დაამტკიცებს კანონპროექტებს, რომელიც უკვე შეფასდა მოქალაქეების დევნის და საბოლოოდ თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მექანიზმად. 3 წლის ციხეში იმ შემთხვევაში თუ არ აღიარებთ ოცნების ლეგიტიმაციას და შექმნით აღქმებს კონსტიტუციური ორგანოების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერ პირს, ვინც ემიგრანტის მიერ გადმორიცხულ თანხას ოცნების აღქმით პოლიტიკურ აქტივობაში დახარჯავს. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, ვინც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში იმუშავებს და ამაში ხელფასს აიღებს. ოცნება ციხით ემუქრება მეწარმეებსაც, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარ სამოქალაქო პოზიციას გამოხატავენ. ასე გამოიყურება ოცნების მორიგი რეპრესიული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც კანონის სახეს ზუსტად 2 კვირაში მიიღებს და ძალაში ოცნების პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. ჯარიმა საზოგადოებისა თუ სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე. სწორედ ასე ის, ვინც ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს, საპატიმროში 3 წლის გადარება მოუწევს. ივანიშვილის გუნდი ემუქრება ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც რეჟიმს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. საკუთარი აღიარების მოტივით ოცნების მორიგი ინიციატივები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით დამტკიცდა. ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ამ მუხლით ფუთავს ივანიშვილის გუნდი პოზიციის დაფიქსირების გამო მოქალაქეების დასჯას. ხართ რეალურად კოლექტიური კოსების და კოლექტიური ჰერსისკების მხარეს, ხო ჩვენ ვართ საზოგადოების მხარეს. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონის პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატიურად საჯაროდ მოწოდება. ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისიან საკუთარი თავის თვითნებურად საჯაროდ და სისტემატიურად წარმოჩენა და უზობთ რომ იყოს გამოყენებული ჯარიმა საზოგადოებისა თუ სასარგებლო შრომა 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე. ოცნების კანონპროექტის მიხედვით ციხეში გაუშვებენ ყველას, ვინც რეჟიმის არალეგიტიმურობის შესახებ საზოგადოებაში აღქმებს შექმნის. ოცნებისთვის არასასურველი აღქმების გამო დაკავებულებს კი საბოლოოდ განაჩენს ივანიშვილის სასამართლო გამოუტანს. რეჟიმი კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების სისტემურობის კონტროლსაც გეგმავს, თუმცა როგორ უნდა აღსრულდეს კანონი, ჯერ თავადაც არ იციან. ვინც კანონს დაარღვევს, რომელიც მიღებული გვაქვს, რეაგირება ექნება კანონს. სისტემატურობაში რას გულისხმობთ? ანუ განცხადებას ადამიანი კვირაში ერთხელ გააკეთებს, კვირაში 5 ჯერ ბატონო. როცა იქნება ამასთან დაკავშირებით განხილვები, გაიგებთ თქვენს და სხვებიც. კანონპროექტს არ იცით რა წერია ამ კანონპროექტში, როგორ უნდა აღსრულდეს? დაალოდეთ განხილვებს. როგორ შეამოწმეთ ამ განცხადებებს, სისტემატურობას როგორ შეამოწმეთ, რას ნიშნავს? ახეთ ამას შეამოწმებს სასამართლო. ამაზე იჯერებს სასამართლო. იქ არის განმარტება, რომ ეს ეხება მათ შორის იურიდიულ პირებს. მედიაც ამ შემთხვევაში არის იურიდიული პირი. მაგრამ ამაზე არა ბოლადო ვოჟაძე, არამედ სასამართლო იჯერებს იმ ხედავებიდან გამომდინარე, რომელსაც განახორციელებს კონკრეტული პიროვნება, კონკრეტული ადამიანი. დღეს გაირკვა ისიც, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების გარდა კრიტიკულ მედიასაც შეეხება. ანუ ოცნება აღქმების შექმნის გამო იურიდიულ პირს ჯარიმითა და ლიკვიდაციით ემუქრება. ოცნების სამიზნეშია სალომე ზურაბიშვილის მინიშნებები. გასულ კვირას ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააკეთა. დღეს კი ივანიშვილის პრემიერი და რიგითი დეპუტატები მეხუთე პრეზიდენტს ირონიულად მოიხსენიებენ და არც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას გამორიცხავენ. დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ეს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოს და არაპოლიტიკოს. მაგალითად სალომე ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, შეიძლება ციხეში წავიდეს ამ. ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს, როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი უწყება. სალომე ზურაბიშვილი ხო პრეზიდენტია და პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს, შესაბამისად ნუ შეეშინდება. ქალბატონ ზურაბიშვილს შეიძლება შეეხოს, შეიძლება არ შეეხოს. კიდევ
ოცნების ხელისუფლება გრანტად განსაზღვრავს საზღვარგარეთიდან ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ნებისმიერ თანხასაც, რომელსაც მოქალაქე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს. ოცნებისთვის კი პოლიტიკური მიზანი მათთვის მიუღებელი ნებისმიერი განცხადება ან პროდასავლურ აქციებში მონაწილეობა. ოპოზიციისთვის კი ეს ინიციატივები რუსული კანონის კიდევ უფრო მძიმე გაგრძელებაა, რომლითაც რეჟიმი აღიარებას მაინც ვერ მოიპოვებს. უფრო მძიმე იქნება ვიდრე თავად რუსული კანონი იყო, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა პუტინის რუსეთმა 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილმა გაატარა საქართველოს 2-3 წელიწადში, როდესაც ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილი, ამას ქართული ოცნება უარყოფდა, ახლა კი ამის დაკანონებას თავად აპირებს. რატომ? იმიტომ რომ მათ ადარდებთ თავიანთი არალეგიტიმურობა, ლეგიტიმაციის კრიზისი უდგათ და ახლა აპირებენ ამ საკითხის კრიმინალიზებით გამოიყენონ ცვლილებები, როგორც ბერკეტი სამომავლო რეპრესიებისათვის. ძალიან კარგად აჩვენებს ეს გადაწყვეტილება სინამდვილეში რა არის მათი მთავარი პრობლემა. მათი მთავარი პრობლემა არის არ მიღება ქართული ხალხის მიერ, საერთაშორისო საზოგადოების მიერ მათი ხელისუფლების ლეგიტიმურობის. სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამას და რაც არ უნდა სანქცია მოიფიქრო, რაც არ უნდა დამსჯელი ნორმა შეიტანონ კანონში, ვერავინ აგრძელოს სიმართლის თქმას, ჩვენ ვიტყვით, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური საქართველოს მმართველი. ოცნება კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც ემუქრება. იურისტებისთვის კი ცალსახაა, რომ ივანიშვილის მიზანი საერთაშორისო საზოგადოების და პროდასავლელი მოქალაქეების დისკრედიტაცია. მათივე შეფასებით ოცნების საკანონმდებლო ინიციატივები ერთ ჯაჭვად უნდა განვიხილოთ, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაა. თუ კი ასეთი შთაბეჭდილება დაგჭა, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ დადებული ფაქტებზე დამყარებული დასკვნების საფუძველზე, რომ არჩევნები იქნა მიტაცებული, რომ ის იქნა არსებითად გაყალბებული და ამის შედეგად არჩეული ხელისუფლება თუ მიგაჩნია, რომ არალეგიტიმურია, გაყალბებული არჩევნების გამო, აი ამას თუ იტყვი, ორჯერ მაინც წახვალ ციხეში ფაქტიურად, ამას გეუბნებიან. ეხლა ეს არის აბსოლუტური თვითნებობა. მორიგ რეპრესიულ კანონპროექტებთან დაკავშირებით Facebook სტატუსის სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. ომბუდსმენი თავის განცხადებაში წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოცნების ინიციატივებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა მას არაფერი უთქვამს საერთაშორისო მექანიზმზე, რომლითაც იოსელიანს ეუთო ოდირისთვის მიმართვა და მორიგ რეპრესიულ კანონმდებლობაზე საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მოთხოვნის საშუალება აქვს.